ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია. მძღოლები ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე არიან შეკრებილი და მერიის ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. როგორც პირდაპირ ეთერში ხედავთ, აქცია დაპირისპირების და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ჩვენ როგორც ხედავთ, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მიმდინარეობს დაპირისპირება აქციაზე. ცოტა ხნის წინ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოჩნდა. რა ხდება ამ წუთებში აქციაზე? მარიკა გოცირიძე ჩაგვერთვება ბოლო ინფორმაციით პირდაპირ ეთერში. მარიკა, სად იმყოფები ამ წუთას და რა ხდება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის? დიახტამარ, მე ვიმყოფები რესპუბლიკის მოედანზე, თუმცა დღეს ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია პარალელურ რეჟიმში იმართება ორ ლოკაციაზე. ეს არის რუსთაველის გამზირი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და როგორც უკვე გითხარით, რესპუბლიკის მოედანი, სადაც ახლა მე ვიმყოფები. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ცოტა ხნის წინ საკმაოდ დაიძაბა სიტუაცია, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და აქციის მონაწილეები და შედეგად დააკავეს აქციის ერთი მონაწილე, სავარაუდოდ ის იყო ტაქსის მძღოლი. ამ დროისთვის სიტუაცია შედარებით განმუხტულია რუსთაველის გამზირზე. იქ მძღოლების სოლიდარობისთვის მივიდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი შალვა ნათელაშვილი, რომელიც ამ წუთებში აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ჩართულია კამერა. ტაქსის მძღოლებს, რომლებმაც მოაწყვეს ეს აქცია, რომ ის რეგულაციები არ განეხორციელებინათ, ვინაიდან და რადგანაც არ შეუძლიათ ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული და ამის გაკეთება, ეს არის ერთ-ერთი ტაქსის მძღოლის მანქანა. და ამ ტაქსის მძღოლი დაიჭირეს, წაიყვანეს და ეხლა მიყავთ ეს მანქანა. ჩვენი თავისუფლება, ჩვენი კეთილდღეობა, ჩვენი მომავალი ჩვენ ხელშია. სახში ნუ ვზივართ და ტელევიზორიდან უყურებთ ამას ყველაფერს. გადავზარდოთ აი ამ ტაქსისტების ეს აქცია საყოველთაო სახალხო საპროტესტო აქციაში. ორ კვირაში დავამთავრებთ ამ ბანდიტ ივანიშვილს. მას უკან მივაყოლებთ კალაძეებს და მთელ ამ ხროვას და დაისვენებს, ამოისუნთქებს ქვეყანა. გამოდით, ნუ ზიხართ სახში. პოლიციაც უხერხულობაში, იმიტომ რომ უფრო მეტი ხალხის ნახვა საჭირო აქვს, რომ გზაიოლად გადაკეტონ. შეღებონ თავიანთი მანქანები თეთრად, მანახონ ისე, ჩვეულებრივ მალიართან შეღებოს, მე წავიყვან და მე შევღებავ ჩემ მანქანას თეთრად. არ გვინდა დაგვანებონ თავი, ჩვენ თავრობას არ ვაწუხებთ არაფერზე. ტეხას მოწრი უნდათ ორჯერ, მიიღეს ორჯერ. კი ბატონო, ვეთანხმებით. ლიცენზია უნდა მიიღეს. რაში ფარატინა პორტელში გამომართვეს 100 ლარი და პატრული რომაც შეერს არც მეკითხება ლიცენზია მაქვს, არ მაქვს, არაფრით არ ინტერესდება. გამოვიდნენ ადამიანურად დაგველაპარაკონ. შეწყდეს ტაქსების იძულებითი გადაღების პროგრამა, რომლის მიზანია კალაძე ივანიშვილის მიერ სათაქსო სფეროს მონოპოლია, ტაქსისტების გაძევება ბაზრიდან, მათი ოჯახების შეერდატოვება და მათ ხარჯზე მილიონების შოვნა. ჩვენ ამას არ შევეგუებით და დღეს გვექნება ძალიან მასშტაბური და მწვავე აქცია და შეიძლება ეს ყველაფერი პერმანენტულ აქციებში გადაიზარდოს უახლოეს მომავალში, მათ შორის ივანიშვილის, ასე ვთქვათ, სასახლის მიდამოებში. ტაქსის მძღოლების ნაწილი, როგორც უკვე გითხარით, შეიკრიბა რესპუბლიკის მოედანზე, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ შეიტყვეს, რომ სიტუაცია დაიძაბა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინათ საკუთარი მანქანები რესპუბლიკის მოედანზე და თავად მსვლელობით გადაინაცვლეს რუსთაველის გამზირზე. ხუბია და ის გადავიღოთ, რა თქმა უნდა. ჩვენ აუცილებლად უნდა გადავღებოთ თეთრად, თორე ისე ევროპაში ვერ შევალთ, ეს სასწაული რაღაცები ხდება ხალხო. როგორ შეიძლება მოვიწყოთ თეთრად გადაღებვა მარტო მანქანის? სხვა არაფერი პრობლემა არ აქვს ამ ქვეყანას და იქნებ აიძა ეს ფული აიღონ და სხვა რამე შეიხმარო. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტუაცია ცოტა ხნის წინ კიდევ დაიძაბა, იქ შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი მონაწილე და საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება. აქცია, როგორც გითხარით, გრძელდება და რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს უკვე შეუერთდნენ რესპუბლიკის გამზირიდან წასული კოლონა. მათი მოთხოვნაა გაუქმდეს რეგულაციები. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ დათმობაზე არ წავა ხელისუფლება.